ვისაც დიაბეტი გაქვთ, ვინც ღვარზე ხართ, ვინც სწორკვებაზე ხართ. აი მოამზადეთ ამ რეცეპტით აი ესეთი დიეტური პური ხათოსგან და რაც მე თქვენ დამლოცოთ ერთი არაცდეს ჩემ ოჯახს. ეს არის უგემრიელესი, კალორიანული, უჯანსაღესი დიეტური პური ხათოსგან, რომელიც არ დაგიობდებათ, რომელიცაც არ ჭირდება მაცივარი და რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ ჭვავისგან მომზადებული. აი ესე გამოიყურება, ნახეთ როგორია. მოამზადეთ აუცილებლად, აი უგემრიელესი პურია. აი ნახეთ, კაი მძიმე გამოვიდა. თუ როგორ ვამზადებთ, ამას ნახავთ ვიდეოში. ძალიან გემრიელია, მიყვარხართ. სამი ჩემოსაყვარელო გამომწერებო პურის და ცომის უამრავი რეცეპტი მიდევს თქვენ იცი ძალიან კარგად და ეხლა მინდა უკვე ფორმა გამზადებული მაქვს დივინაიდან დიეტაზე ვარ და არ მინდა რომ დიეტური პური გამოვაცხო. აი ეს პური შეუძლია დიაბეტიკებმაც გამოაცხონ. არის უცებ იჭმევა, იმიტომ რომ სხვა ოჯახის წევრები ვინც დიეტაზე არ არის, იმათაც ძალიან მოეწონება და თუ გადაგირჩათ, ეს პური არ ობდება, არც მაცივარი არ უნდა, არც არაფერი არ უნდა, არის უგემრიელესი და უჯამრთელესი. პირველ რიგში გავტეხავ 3 კვერცხს. გავტეხე 3 კვერცხი, გავუკეთებ რა თქმა უნდა მარილს. აი ესე თვალის ზომით, ნახევარი ჩაის კოვზი ესე ამოურიოთ, გავუკეთებ აუცილებლად. ეს არის დამატკბობელი, შაქარის სასარგებლო, აი სტევიასნაირია, იაპონურია, ძალიან კარგია, ამას გავუკეთებ. ცოტა უნდა, აი ცოტა, აი ესე. გავუკეთებ აუცილებლად. აი ესე უბრალოდ არც მიქსერი უნდა, არაფერი, აი ესე ხელით, აი ესე ამოვხებ. ესე იგი შაქარი, მარილი და ზეითუნის ზეთი თვალის ზომით 1, 2, 3. აუცილებლად უნდა ზეითუნის ზეთი. კიდე ამოურევ. ესე. ეხლა მე ამას გავუკეთებ ხაჭოს. სადღაც 200 გრამი ხაჭო უნდა. და ასევე ხელის ამოსათქვებით ესე არაფერი ამას არ უნდა, ესე კარგად. უბრალოდ რომ შეერთდეს ინგრედიენტები, წონის ხაჭო შეგიძლიათ იყიდოთ, შეგიძლიათ პაჭკის, აი რომელიც გინდათ თქვენ, მე წონის ხაჭოს ვიყიდო. მორჩა, ეხლა მე აქ დავუმატებ უკვე რაც მინდა რომ სასარგებლო დომინირებდეს ჩემს პურში. ეს არის სელი, აუცილებლად სელი, განსაკუთრებით ქალებისთვის ასაკში მენოპაუზის დროს ეს არის საოცრება. ესე გავუკეთებ. ესე ამოურევ. აი, ეხლა აქვე მე გავუკეთებ გამომხვიერებელს, ასე ერთი სუფრის კოვზი. გავუკეთებ ესე კიდე გამომხვიერებელს. ესე. და ეხლა დანარჩენ ინგრედიენტებს. ეს იქნება ამ პურში იქნება მხოლოდ მთავარი ინგრედიენტი იქნება ჭვავი. ანუ რუხი პური უნდა გამოვიდეს ჭვავის და ეხლა აქ ფორმა უკვე გამზადებული მაქვს. არ უნდა მოვზილოთ, თუ გინდა რომ არ დაიფხვნეს პური და საფუარის გარეშე რა თქმა უნდა ნებისმიერი პური დაგეფხნევათ, ამიტომ უნდა ჩავასხათ როგორც იცით, სქელი კონსისტენციის უნდა იყოს და ეხლა ჩავაყრი და გაჩვენებთ როგორი პური გამოცხება. აუცილებლად გავუკეთებ 2 ჩაის კოვს. ნახეთ როგორი შავი კვლიავია, რომელიც არ არსებობს დაავადება, რო არ შველოდეს და რო არ არჩენდეს, აი ესე გავუკეთებ, ამოურევ კიდე. აი ესე და აქ არის ნახეთ ჭვავის რუხი ფქვილი. მორჩა. ეხლა კარგად ამას ამოურევ. აღარ მინდა ეს ამოსათქვები, ამოურევ და გადავიტან ფორმაში. ნახეთ როგორი მასა გამოვიდა. აი ესეთი მასა გამოვიდა და გადავიტან ეხლა
ფორმაში და გაჩვენებთ. გადავიტანე აი ესეთი ფორმა მივეცი და სველი ხელით მოვასწორე და ეხა მოვაყრი ყველაფერს. შავ კლიავს ისევ. სეზამს ისევ. აი ესე. გოგრის გულს. ესე გოგრის გულიც დავაყაროთ ყველგან. აი ესე. და გამოვაცხობ ახლა 200 გრადუსზე, სადაც 35 წუთი დაჭირდება და დაგიბრუნდებით, გაჩვენებთ როგორი გამოვა გამომცხვარი. 45 წუთში აი ასეთი ახატული, ჩახატული, თან დიეტური ერთი ბუხანკა პური მივიღე. ამას ეხლა ხო ნახეთ როგორი გამომცხვარია, რა სილამაზია. დიაბეტიკებმა, ვინც დიეტაზე ხართ, სწორკვებაზე ხართ, ყველაზე დიეტური პური ხათოსგან. ძალიან მიყვარხართ, მოამზადეთ ამ რეცეპტით.